სულიერ ცხოვრების ერთ-ერთი კეთილი ნაყოფი უნდა იყოს ის და სულიერ მომწიფების ერთ-ერთი ნიშანი, რომ ახალი წლისადმი, როგორც ამასოფლის დღესასწაულისადმი, უნებელობას უნდა განიცდიდეს ადამიანი. ახალი წელი მისთვის უნდა იყოს ჩვეულებრივი რამ და არ უნდა იყოს დაკავშირებული ახალ იმედებთან, ახალ სურვილებთან, ახალ გულისთქმებთან დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, აი ეს ყოველივე უნებელად ექნება რა ადამიანს, მიულოცავს ყველას. იქნება თანამონაწილე ამ ყოველივესი გარეგნულად, მაგრამ შიგნით არანაირი განცდა არ უნდა იყოს, არანაირი გული და გულის კუნჭულიც კი არ უნდა იყოს ჩადებული ამ ყოველივეში. ამიტომ ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვა არ გვევალება მხოლოდ ღვთისმსახურების დროს. აი ამ ყოველივეს განზოგადება შეიძლება ამ ქვეყნიურის დატოვებაში. შეიძლება განვაზოგოთ ძალიან ბევრი რამ და მათ შორის ახალი წელიც. იმიტომ რომ ეს სულიერი სარგებლის და კეთილი ნაყოფის გამომღები ვერ იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კიდევ ახსნილნი ვართ ამას სოფლის სულით. კიდევ რაღაცას ველით და ხარკს უხდით ამას სოფელს და ვცდილობთ მის შეყვარებას და მტრობას უფლისას, როგორც იაკობ მოციქული ამბობს, სიყვარული ამას სოფლის ამ მტრობა არის მრთისა. ამიტომ გარკვეულწილად არა ხისტი, არა უხეში ფორმით, არამედ პიროვნული ნებით თითოეულ ქრისტიანს ეძლევა საშუალება ამას სოფლის სულს გაუპროტესტოს იმით, რომ პირველ რიგში საკუთარ ნებას არ მისცეს გასაქანი, რომ ამისკენ მიიდრიკოს და მეორე, ახალი წლის ღამეს შეხვდეს არა სუფრასთან, არამედ ღვთის ტაძარში, სადაც აღევლინება უსისხლოს ვერბლი და შესაწირავი ღვთისა. აქედან გამომდინარე, აი ეს წყალობა ძალიან დიდია, რომ ამ სამრევლოში ჩვენ გვეძლევა უკვე რამდენიმე წელია და ეს არის ერთ-ერთი ნაყოფი ჩვენი სულიერებისა, რომ როგორ შევხვდები ჩვენ ახალ წელს და რა დამოკიდებულება გვექნება მისდამი. ღმერთმა მოგცეს იმის ძალა, რომ ვინც მსახურებაზე მოვა, ჩვენი შინაგანი ახვედრა და ჩვენი პიროვნული ნებაც აქ იყოს მთელი გულით და სულით.